ვნახავდით სასამართლოს გარე პერიმეტრზე რა ხდება, ვითარებას, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ანი ქავთარაძე ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა მცხლობელთა დარბაზიდან და ასევე მასთან ერთად კიდევ ერთი პირი, რომელსაც მირიან ქავთარაძე, პოლიციელი უჩიოდა, ასე ვთქვათ, გარკვეული სიტყვის დაძახების გამო, ეს იყო საბას ხვიტარიძის ძმა, თორნიკე ხვიტარიძე, რომელსაც 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა და ელენე ახობაძეს ხედავ ახლა სასამართლოს შიდა სივრცეში გადავინაცვლოთ თუ შეიძლება და გიზუსებს მიღმა ვეცდები რომ მას გავესაუბრო ის იმყოფებოდა მცხლობელთა დარბაზში ქალბატონო ელენე. გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება გადაწყვეტილების შესახებ გითხარით თორნიკესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღო ახლა უკვე ორგზის პატიმარი შვილის დედა ბრძანდებით როგორც ვიცით 5 დღიანი პატიმრობა. დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს მონის გულისთვის ანუ რომ მონა დაუძახა ოღონდაც ეს არც კამერაში ჩანს არც ვიდეო მასალები არ არსებობს უბრალოდ საიდანღაც 30 კაციდან მაინდა-მაინც ამოარჩიეს საბას ხმა ისა უკაცრავად თორნიკეს ხმა და გაუშვეს 5 დღიან პატიმრობაში ეს არ არის მონის დაძახებაზე ეს არ არის რამეზე ეს არის რომ თვალში ვყავართ ამოღებული ჩემი ოჯახი ამათ უნდათ რომ გაგვანადგურონ ვერ მომერევიან ვაძლევ გარანტიას არ ვაპირებ არც დანებებას არც შეშინებას ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე არც ერთი ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე იმიტომ რომ ქავთარაძეს ესე უნდა ესე არ იქნება ამოწყდეს ქავთარაძე თავის ოჯახიანად არ გაიხაროს არ ეღირსოს თავისი შვილის გაზრდა მე ჩემ შვილებს სიამაყით უყურებ მაგი ვერ მოესწროს და ვერავინ აი ესენი თანა მონაწილეები რომლებიც არიან დიდ გემში და დიდ შტორმში მოხვედრილები და შტორმი ისი არ გაჩერდება სანამ ამათ არ ჩაყლაპავს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ აუცილებლად ჩაიძირებიან ესენი იმიტომ რომ ძალიან ხანყალებენ უკვე მაგრამ უსურვებ არც ერთ მოდგმა და მონაგარი არ დარჩეს უკან მოსახედი და არც ერთის გვარი არ გაგრძელდეს რომ ამისთანა ნაძირლები აღარ გამრავლდნენ დიდი მადლობა მაგრამ მე გაუძლებ ყველაფერს მადლობა დიდი თქვენს მედით ელენე ახობაძეს პოლიტპატიმარ საბას ხვიტარიძის დედა რომლის მეორე შვილიც ახლა უკვე თორნიკე ხვიტარიძე 5 დღიან პატიმრობაში გაუშვეს მირიან ქავთარაძე იყო მომჩივანი პოლიციელი რომელიც ამბობდა რომ თორნიკეს ხვიტარიძე მათ შორის პარტია ახლების ერთ-ერთმა წევრმა ანა ქავთარაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გვარი შემარცხვენელი უწოდა ანა ქავთარაძემ რაც შეეხება საბას თორნიკეს ხვიტარიძემ როგორც თავად ამბობს და ყვება ჩვენებაში მონა დაუძახა თუმცა ამის ამსახველი არც ვიდეო კადრი და მტკიცებულება არ არსებობდა სამჯერ განიხილა მოსამართლემ ეს საქმე თუმცა არც ერთ ჯერზე ნაჩვენები არ იქნა მტკიცებულება და არ გამოკითხულა არც ერთი პოლიციელი რომელმაც პირდაპირ მიუთითა რომ ამ ადამიანებმა მსგავსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელ მირიან ქავთარაძეს ასეთია ვითარება ახლა საქალაქო სასამართლოსთან ადამიანები რომლებიც არ დაუშვა მანდატურის სამსახურმა იმყოფებიან გარეთ და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნიკა მელიასთან კიდე ერთი გადაწყვეტილება არის ამასობაში მიღებული კონკრეტულად ეს ეხება ლიკა ლორთქიფანიძეს რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა როგორც ცნობილია 12 დღიანი პატიმრობა ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე დავით თეთრაულმა სწორედ მან განიხილა ეს საქმე იქამდე ჩვენ მოგვასმენინე შენ სწორედ ელენე ახობაძის კომენტარი პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფაში ბრალდებული ხვიტარიძეს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ასეთია გადაწყვეტილება მისი ძმის საბას ხვიტარიძის საქმეს ძალიან კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი ხოლო